ბოროტო. ნუ სულელობ, მე ცუდს არაფერს გავაკეთებ, მე უბრალოდ გასაღებს. ახლა გიჩვენებ გასაღებს. რუია? ბოლო მომიღო. დედა ჩემია, დედა ჩემი. ბოლო მომიღება დედა თუ გნახავს. რა მოხდა? მერე უნდა მოუყვე. ნუ აზვიადე ბეტყვი, რომ შენი მეგობარი ვარ. ჩემი მეგობარი? როგორი მეგობარი? რუია. დეიდა ზერინი, შვენიერი ქალია, ეგრევე გაგვიღიმებს. რუია. ღმერთო ჩემო. ამის დროა, გაჩუმდი და დაუჩქარე. მიდი, წადი. ნუ სულელობ, ასე პრობლემას ვერ გადაჭრი. თუ ლოგიკურად მოუყვები დედა შენს? რა უნდა მოვუყვე? ეს ზერინ აქსოის სახლია. ახლა გნახავს, ჯერ შენ გცემს, მერე მე. მიდი რა დროზე წადი. ნუ მეკარები. მიდი მეთქი. მიდი. რუია. შვილო, რატომ არ გესმის? მეზობელი კარზე აკაკუნებს, შენ კიდევ არ გესმოდა. ღმერთო, ვის ველაპარაკები? გამორთე ბოლო. არ გესმის, რაც გეუბნები? ეს რა არის? რუია, ეს რა არის? თუ ღმერთი გწევს მე ხომ 50 ჯერ გითხარი ნუდებს վել პირსახოცებს საწოლზე მეთქი. მერე ცუდის უნიასდის, სუნს ვერ მოაშორებ. გავრეცხავ, არომატიზატორებს ვუმატებ, მაინც ვერ ვაშორებ ცუდ სუნს. გთხოვ, კარგი დედა, უნდა ამეღო. რა თქმა უნდა მოაშორებ საყვარელო. თუ დროულად აიღებ, ცუდის უნი აღარ ექნება. ჩემო მშვენიერო გოგო მომისმინე. ამაში შრომაა ჩადებული, შრომა. ბევრი დრო გავიდა იმის შემდეგ, რაც ეს მოგსოვეს. რატომ? რომ მზითები გქონოდათ. ეს ხვირსახოცი პირველად შენს თავზე ქმარმა უნდა ნახოს, მაგრამ შენ რას აკეთებ? დაკიდე ფოტოები და არ თხოვდები. არ გავთხოვდებიო და გიჩემებია. ამ ადამიანმა არც კი იცის რომ არსებობ. თავისთვის ცხოვრობს და შენ რას აკეთებ მის ფოტოებს უყურებ. ამას ნუ აკეთებ შვილო. ეს კედლები მე შევღებე იმისთვის რომ ფოტოები დაკიდო რა? საკმარისია დედა, საკმარისია. ამის აღებას ისედაც ვაპირებდი. აღარ დავდებ სულ პირსახოთ საწოლზე. ხო, ასე ამბობ, ხო? მაგრამ ვის ესმის? გოგო, შენთვის კაბა ვიყიდე. ძალიან ლამაზია. სერკან, დროზე მოიტანე კაბა შენი დისთვის, რომ ნახავ გაგიშდები. მოგეწონება. დედა, რა კაბა? შენ თავს ესხმი გამყიდველს. თუ 2 ლირაზე ძვირს გიფაცებს ვიდრე სხვა მაღაზიაში და ახლა რატომ ყიდულობ ჩემთვის კაბას? გაჩუმდი, ნუ ერევი. შენ არ შეგიძლია ჩაერიო და არავის შეუძლია. მე ჩემი შვილებისთვის ვითვლი. სხვათა შორის გამახსენდა. მალე ჩაიცვი, ნახავ მთელი სტამბული შენზე ილაპარაკებს. ნამდვილად ასე იქნება. შენ გამომყევი. ეს რა არის თქვენ? ღმერთო ჩემო. დედა შენს ვეთანხმები. ახლა შენ ამ კარგით ჩუმად გახვალ აქედან. რას აკეთებ? რას ნიშნავს რას ვაკეთებ? შეგიძლია ჩემი ოთახი დატოვო. დაუტოვო შენი ოთახი? დიახაც. დავტოვებ თუ გასაღებს მომცემ. კარგი, ნუ ყვირი, მოგცემ გასაღებს. მე არ ყვირი. არა ნორმალური. აიღე. ბავშვობის მეგობრები ვართ. არ არის ეს ლამაზი. წადი რა გადახტი. მაღალია. ძირები დამეწვა. მაგრამ მიდი, ვაგვიანებ. მოგწინს. კარგი, ნუ მომაქცე ყურადღებას, მადლობა რომ მომიყვანე. მომავალ შეხვედრამდე. არა მგონია. მიდი დაუჩქარე.
ჩანთაში ამოწმეთ. უკაცრავად შეგიძლია ჩანთა გახსნათ. არ შემიძლია ჩემი თვითმფრინავი მიფრინავს უნდა წავიდე. ნუ მაიძულებთ ქალბატონო თქვენი ჩემოდანი უნდა შევამოწმო. არ შეიძლება ამ ჩემოდნით ლონდონიდან ჩამოვედი. იქ არაფერია. ნუ შემიქმნით პრობლემებს. თუ იქ ბომბი იქნებოდა უკვე აფეთქდებოდა. რა ხდება მე ხომ ცოცხალი ვარ არ არის აქ ბომბი. ქალბატონო მტკივა რასაკეთებთ? რასაკეთებთ მტკივა? მომისმინეთ თქვენ არასწორად იქცევით მე არაფერი მაქვს. ეს სიზმარია? როგორ თუ ხვალდილით? ეს ყველაზე ადრეა? დიახ, ახლა ასეთი სეზონია. კარგი, მადლობა. ოიკო, რა გინდა ტელეფონი თუ ვერ დაგიკავშირდებით? ოიკო. აეროპორტში ხარ? ჩამოხვედი? მომისმინე, კიდევ ტიროდი? არა, არ ტიროდი უბრალოდ. რაღაც სისულელე მოხდა. თვითმფრინავი გამოვტოვე. ხვალ ჩამოვალ ყველაზე ადრე რომელიც მოფრინავს იმით დაგიკავშირდები. კარგი, არა უშავს, თუნდაც მოგვიანებით იყოს. ოიკო. დაო, არაფერს მიყვები. ვნერვიულობ, მითხარი ჯემმა რა გააკეთა. იქნებ მოგეშვას თუ მომიყვები. დაიკო, მართლა არ ვარ კარგად. ჩემო ძვირფასო. როცა ამბობ რომ ცუდად ხარ, ანგელოს გავხარ. ჩემო ძვირფასო. ნახე მე შენთან ერთად ვიღიმები. აქ რა უნდა ვაკეთო მთელი ღამე? ხომ არ გაგიჟდი? იზმირში ხარ. ის მშვენიერი ქალაქია. ვიღაც ცხოველზე უნდა იფიქრო? ამას ხომ არ გააკეთებ? გახვალ ისე ირნებ სუფთა ჰაერს ჩაყლაპავ. თავს არ გაწირა ვიღაცის გამო, მერე მოხვალ აქ და ჩაგეხუტები. მერე კი ვნახავთ ჯემისგან რა დარჩება. დაიკო. ნუ ამატირებ. შენ პირდი რომ იზმირში კარგ დროს გაატარებ, კარგი? კარგი. ოხონდ დედას არაფერი უთხრა. ისედაც ყველას ყველაფერი უთხრა. ახლაც ასე მოიქეცი, მერე გული დასწყდება. ნუ იფიქრებ იმაზე, ვინ რა სიტყვის. ყველაფრისგან არსებობს გამოსავალი. ჩვენ ხომ არ ვაპირებთ სხვების მოსმენას. გაისეირნე გაერთე და მერე ჩამოდი. მოვდივარ. კარგი დრო გაატარა იზმირში დაიკო, კარგი? შეხვედრამდე. კარგი დაო. არ წახვედი? ვიფიქრე რომ ვერ მოასწრებდი. ვიფიქრე რომ მანქანა დაგჭირდებოდა. არა, თავს ასე დამნაშავედ ნუ გრძნობ. მაგრამ გრძნობ. მოდი სასტუმროში წაგიყვან. არა, მე მარტო ერთი დღე მაქვს იზმირში. სასტუმროში თუ წავალ ჩამეძინება. არ მინდა. მაშინ სად? ჩეშმეში, ალბათ იქ. კიდევ ერთხელ მადლობა, შეხვედრამდე. ერთი წუთით, მომისმინე. ალბათ შენთვის ეს უცნაურად ჟღერს. წაგიყვანო ჩეშმერში. ერთი ადგილი ვიცე, სადაც გემრიელი თევზია, უпростоრად თავს დამნაშავედ გრძნობ როგორც თქვი. ეს ყველაფერი ჩემს გამო მოხდა. თუ გამოჩნდება შესაძლებლობა? კარგი. არ მოდიხარ? მიდი.
სერკან, რამდენი თმა ჰქონდა შენს დას და რამდენი დარჩა. ღმერთო ჩემო, ეს უნდა გენახა. როია, მოდი. მოდი, როია. ნახა 50,000 მაყურებელმა. მაყურებლები ახალი ფილმისთვის უცებ გაიზარდნენ. თქვენ არ გეშინიათ დაკარგოთ თქვენი წარმატება? არანაირად. იმიტომ რომ ეს ისტორია ძალიან საინტერესოა. ყოველ შემთხვევაში მაყურებლისგან გრძნობ მხარდაჭერას და დიდ ინტერესს. მეც მთელი ცხოვრება მივყვებოდი კარგ ისტორიებს. შთაგონებას როგორ ღებულობთ? ყველაფერს აი აქედან. ღმერთო ჩემო, შთაგონება? საიდან იღებ, საიდან? მამას ყველა ისტორია მოიპარა. ახლა ცხოვრობს ასეთ სასახლეებში. გამორთე, თორემ დავამტვრევ ტელევიზორს. დედამ ტელევიზორთან ჭუბი დაიწყო. წავიდეს ამ სახლიდან ეს ქალი. შვილო, მოხვედი. დედა, ეს რა არის? მითხარი, რა არის ეს? რატომ ცდილობ ქმარი მიპოვნო? რატომ? ამას შეხედე, ეს რა არის? შეხედე. ამიყვანე და კალათზეც დამსვი ბარემ. დედას შეუძლია ასე მოექცეს შვილს. დედის საქმეში ნუერევი. შენ ძალიან გალამაზდი. ერთი წუთით? ვინ არის ეს? არ გაბედო და ფოტო არ გადამიღო, თორემ მოკლავ. ასე რატომ ლაპარაკობდა იკო? ჩვენი რიგია. შემოbrunდი. მოდი აქ შვილო. მომისმინე ჩემო ლამაზო, ჩემო მამაცო. მომისმინე. თუ უფრო მიმზიდველი გახდები, მთავარს მიაღწევ. მაგრამ თუ უცნაურ ტანსაცმელს ატარებ, ვის მოუნდება შენი გაცნობა? 30 წლის ხარ. 30-ის. და რა არის სუდი იმაში, რომ 30 წლის ვარ? არ მინდა არავის გაცნობა და არც გათხოვება. მოგკლავ. გთხოვ დედა, ჩემი დისკული მარტო ენგის დენის ეკუთვნის. ნუ აწყენინებ გოგოს. ნუ მელაპარაკებით მასზე ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი. ნეტავ ჩემმა ლამაზმა სიძემ ჩემს შვილს გააცნოს ვინმე მარტოსული ლამაზი ბიჭი. ღმერთო ნეტავ ბედი მაინც დაემთხვეს. დედა, შენ ისევ სიძეზე ლაპარაკობ, რატომ აფორიაქთი? მოიცადე, იქნებ ქორწილი სულაც არ იყოს. გაჩუმდი გოგო, რას ამბობ, ღმერთმა დაგვიფაროს. ნუ ამბობ, კარიღია, ვინმე არ გაიგონოს. ღმერთმა დაგვიფაროს. შემომხედე, შენ რაღაც იცი? რა უნდა ვიცოდე, დედა? მე იმას ვამბობ, იმიტომ რომ უბრალოდ ვარაუდობ, ღმერთმა დაგვიფაროს. სერკან, რას აკეთებ? სერკან, ვიდეოს იღებ, მოკლავ, მოდი აქ. ბოლო წამს მოვასწარი. არ დაგავიწყდათ ეს ამბავი, კარგი? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. შემოდით, გთხოვთ. გეთქვათ მაინც, ბორექს მოვამზადებდი. მადლობა დაიკო. ბორცხვენია მაგის თქმა, ხორცი ვჭამეთ. გადაწყვიტეთ გასეირნება და რომ გცოდნოთ და გაგვაგდებდი, არც მოვიდოდით. თქვენი ჯანმრთელობისთვის რა თქმა უნდა. შენ პეთქებად ხასიათს რა ვყოთ, ღმერთმა დაგვიფაროს. არ ვაპირებ სიცილს, მაპატიე. სევდა უყურე, რუია რას დაიმსგავსა? ან შედით, ან წავიდეთ. შემოდით, საკმაოდ ბევრი ხართ. შენი ძმა ბეკირი ნერვიულობდა. ისე ნერვიულობდა, სახლშიც არ დარჩა. ამბობს, დიშვილი მithოვდება და სიძეს არ ვიცნობო. მე ვეუბნები, მიდი და შენსაც კითხე მეთქი. შენ ხომ იცი არ მიყვარს ჭორაობა? ხომ იცი არა? ვიცი. მიდი. შედით. მოგესალმებით. არ არის ლამაზი დეიდა, არ არის ლამაზი ყველას შეკრება. ქალო, ეს რა გააკეთე? დერინ, შემოდი. არ დაგიგვიანია, ჩვენც ახლა მოვედით. მოდი. მოდით, ფეხზე ჩაიცვით. შემოდით და ყველაფერს გაიგებთ, რაც გაინტერესებთ. ყველაფერს მაღლა გაიგებთ. მიდით, შედით. მიდი ძვირფასო, მიდი.
ბოდიში, მადლობა. გემრიელად მიირთვით. მადლობა. ჯან, თუ შეკვეთას გავაუქმებ ჩემ წინაშე არ შეგწყვება? არა, რას ამბობთ? ერთი წუთით. უკაცრავად შეიძლება კიდევ ერთი? არა, ჩვენ ანგარის ავიღებთ. შენ რა გაგიშდი, სანამ არ შევჭამარსაც წავალ. რა მოხდა? შენ ხომ არ სომდი? შემომხედე. ამ დილით დანიშნული ვიყავი, ახლა კი აღარ. ეს არის ცხოვრება. ყველაფერი იცვლება, უნდა მიეჩვიო. კარგი იცვლება, მაგრამ შენ ხომ ვერ შეუშლი ტანჯვას? მაგრამ არ ვიტანჯები. ზურგს უკან ვინც არის? შენ სიძეზე და პატარძალზე ამბობ? დიახ, მათზე. მთელი დღე მათი ყურება შენთვის არ არის კარგი. ფსიქოლოგი ხარ? შეგიძლია არ გამოიტანო დასკვნა, რომელიც ჩემს სულიერ მდგომარეობასთან არის კავშირში. იმას გავაკეთებ, რაც მინდა. მადლობა. მადლობა, შვილო. აბა? სიძე ვინ არის? უпростоრად, სახელს თუ გაიგებთ, ჩვენც გაგვაგებინებთ? ეს მეც არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ კარგი ოჯახიდანაა. მადლობა ღმერთს. ოი კუცუცნაურია. რას გახდება გაცნობის გარეშე? ხომ არ ამბობს რომ არ გაგვაცნობს დეიდა? გაუცებული ვარ. დღემდე არ გაგაცნოთ? არა, მე გავიცანი. კარგი? მაშინ მოდი როიას ვკითხოთ. რასმე, ნახე სიცხე მაქვს? ბეკირ, ჩვენ აქ ვლაპარაკობთ და რა დროს სიცხეა? მე მჯერა ოიკუს სიტყვების. ერთ კვირაში სავახშმად რომ მოვლენ, ყველაფერს გავიგებთ, რაც გაინტერესებთ. თუ ჩემი ძმა მშობიარობის თემაზე არ დაიწყებს საუბარს. არა, ძვირფასო ძმაო. მაჭანკლებს და უმეგობრდებით. მადლობა ღმერთს. ყველაფერი კარგად იყოს. ამ ოჯახი შვილო, მიდი ჩაი დამისხი. ბიძია, ახლა არ დაგიცხი ჩაი. როდის მოასწარი? კარგი წავალ. დაო და საჭმელზე რა უნდა გააკეთოთ? ვფიქრობ ფილიზი გავგზავნო, მაგრამ ჩემი ფილიზი კაპრიზულია, ვერ გაართმევს თავს საჭმელს. ვინ ფილიზი? ის ხომ ჯერ ბავშვია და არც კი იცის საჭმლის მომზადება. მე თვითონ მოვამზადებ ჩემს საჭმელს. ფერენ, ის არ გეკითხება დაგჭირდა დახმარება თუ არა. ფულისთვის ამბობს, ფულისთვის, მაგრამ შენ თუ ამბობ რომ თვითონ გადაიხდი კი ბატონო. რას გულისხმობ? ხო, საჭმლის შეკვეთა ვიგულისხმე. ხომ გესმის არა? არა, საყვარელო, საჭმელს თვითონ მოვამზადებ. ეს რა მოიფიქრეთ? ოღონდ დეიდა შენი საჭმლით მათ ვერ დახვდები ბოდიში. სწორი ბოდიშია. წახვალ და საჭმელს გრილზე გააკეთებ, მერე მოვლენ შენი სტუმრები კარგ ტანსაცმელში და აყროლდებიან. ასე არ არის ბეკირ. გატეხილი საათი სწორ დროს დღეში ორჯერ მაინც აჩვენებს. ის ფირმები, რომლებიც ამზადებენ, ძალიან მარილიანი ხომ არა? დაიკო. თუ ეტყვი, უმარილოდაც მოამზადებენ. ყველას ხომ სხვადასხვა გემოვნება აქვს. უმარილოს ჭამა შეიძლება, მაგრამ პირიქით არა. ამას ხომ არ ვამბობ, ფულზე გეუბნებით. დაიკო, ეს არაფერია. 10-15 კაცი თუ მოამზადებს, გამოვა დაახლოებით 3 ან 5,000. საერთოდ რაზე ლაპარაკობთ? რა უნდა ხდებოდეს? დედა ზედმეტად დაფორიაქდა. ჯერ მთლიანად შეცვალა ავეჯი ბაღში. დაო?
ახლა უნდა ფირმასთან შეთანხმდეს საჭმელთან დაკავშირებით. არა. დედა, საჭმელს თვითონ მოვამზადებთ. და ეს რაში გჭირდება? შვილო, რატომ უნდა გადაიხადო? ჩემი შვილი თხოვდება. Ne var yani? 5,000 რა არის? 5 მილიონით რომ დასჭირდეს მივცემ. Değil 5.000 lira. აიღე, აიღე. Al kız şunu. აიღე. Al şunu. Al randevuyu çabuk çabuk çabuk. არა. ამას არ დავთანხმდები. რუია, ნუ მაბრაზებ. Geliyorum şimdi yanına. შენ ერთ ფირმასაც არ შეუთანხმდები, უფლებას არ გაძლევ. ახლა დავბრუნდები. შორს სამსახლიდან. შვილო, რას აკეთებ? უცნაური მოქმედებაა, მომეცი ეს ტელეფონი. არა, დედა, არ მოგცემ. შენზე ვფიქრობ. Sen beni ჩემზე თუ ფიქრობდი, გათხოვილიყავი. kısmet bulur. რა გინდა ჩემგან? რა, მომეცი ეს ტელეფონი. Allah. ისევ ჩემზე ლაპარაკობ. შემეშვი ბოლოს და ბოლოს. Ama არა, ამის თქმა არ მინდოდა შენ მაიძულე, რადგან უკვე ვეღარ დაგიცავ შვილო. რა გინდა? რა გინდა ჩემგან? მომეცი რა ტელეფონი. istiyorsun evladım? მომეცი. არა, დედა, არ მოგცემ. რატომ უნდა დავხარჯოთ ამაზე ფული? იქნებ მერე რაღაც მოხდეს. რაზე ლაპარაკობ? რაზე? რუია, მიყურე. Kız yoksa იქნებ რაღაც იცი და მიმალავ. geliyor ha. არა, დედა. დედა, რა? Annem. დედა, მე მგონი ოიკუზე ვიეჭვიანე. მინდოდა მე ეშმაკა იმის გამო, რომ ჩემზე ადრე თხოვდება. მეც მინდოდა, რომ ჩემი ენგიზი თეთრ ცხენზე ამხედრებული მოსულიყო და ამ ცხოვრებისგან გადავერჩინე. გაჩუმდი ნუ მიშლი ნერვებს. Engin'le de ბუჩვენებ ამ შენს ევგენს და შენს. Allah Allah. დედა, რას აკეთებ? როგორ გონია, რა უნდა გავაკეთო? რას აკეთებ? ჩამოვარდები. დედა. დედა, დატოვე ეს ფული, არ გეცოდება? ამდენი წელი აგროვებდი. გეუბნები ნუ ერევი მეთქი ჩემს საქმეში. მოგკლავ. Kim olacak? Allah Allah. მომისმინე მაინც. Ya. მე არა გიხსენი? არა. მოიცა ახლავე. მე ლონდონში ვცხოვრობ. აქ ჩამოვედი, რომ საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა, იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ ერთ კვირაში უნდა დავბრუნებულიყავი. ხო და ჩამოვედი სამსახურის ნომერზე დავურეკე და მითხრეს, რომ შეხვედრაზეა. მე გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი და სიურპრიზი იქ მომეწყო. მივედი და რა ვნახე? აუზში. ვიღაც ქალია. ხო, სხვათა შორის, ტანი ძალიან კარგი ჰქონდა. Öyle bir kadın. Neden? Çünkü ასეთი ქალი ალბათ იოგას ვარჯიშობს ან პილატეს. öyle ისეთ სურავს, რომ ასეთი ტანი დაიყენა. თუ ამას კარგი თვალით შეხედავ, Birazcık daha ამას ყველაფერს შენ გაიგებდი და დაინახავდი ქორწილის შემდეგაც. şu yaşadıklarını უბრალოდ ახლა შენი ცხოვრებიდან ერთი ადამიანი წავიდა. değil mi? არ ვიცი, შეძლებს თუ ვინმე მის შეცვლას, მაგრამ Yani yeri dolarda მაგალითად, ეს თუ მოხდებოდა ქორწილის შემდეგ. eğer onunla evlen იფიქრე, რომ უბრალოდ ჭრილობა მიიღე. mesela. Değil mi? Yani მეტი არაფერია. თუ მივიღე მოხსენება ჩემი ჭრილობის შესახებ, ხელისად უნდა მოვაწერო. მე სერიოზულად ვამბობ. ay onu görüyor. სერიოზული ხარ, ეჭვიც არ მეპარება. Orası kesin. არასწორად არ გამიგო, მაგრამ თავიდანვე ქალები შენით დაინტერესდებიან. Etkilenebilir. ამაში პრობლემა არ გექნება, მაგრამ როცა ურთიერთობა გაღრმავდება, უფრო გახსნილები იქნებიან. Yapmaya başladığında açılır. შენი ჭკვიანური აზრებით შენთვის ურთიერთობა ძალიან ძნელი იქნება და მით უმეტეს ქორწილი. Yaşaman zor. Evlenmen საიდან იცი, რომ ცოლი არ მყავს? შენი ტელეფონი აქტებს საათობით ჩართულია. მარტო სედამ დაგირეკა ფირმიდან. bir tek ეს ერთი. şirket aradı. Bu bir. ოფიციანტი გიცნობს როგორც ჩანს და ჩემი მოსვლა არ გაუკვირდა. მიღიმის. Bayağı tebessüm Ha. falan yapamadı çocuk. და მერე მესამე. ბეჭედი არ გიკეთია. ესე იგი, მარტოსული შრომის მოყარე ადამიანი ხარ. კარგი, მაგრამ მყავს ცოლი, რომელიც არ ერება ჩემს პირად გარემოში. საიდან იცი? შენ ფიქრობ, რომ ყველა ცოლიანი კაცი ბეჭედს ატარებს? ცოლიანი ხარ? რა თქმა უნდა, არა. კარგი. კარგი, რატომ? Çünkü რატომ კარგი? იმიტომ რომ çünkü ამ ყველაფერს ახსნა აქვს. evli olsa, ხუთცილებლად. evde bekliyor olsa. ახლა ასე იფიქრე. თუ შენ ცოლიანი ხარ, შენი ცოლი სახლში გელოდება, ჩვენ კი აქ ვსხედვართ. თუ ნაცნობები დაგვინახავენ, Saçma sapan
აქ არაფერი ხდება. უბრალოდ სადილობთ. ბოლოს და ბოლოს სადილია. თუ არასწორად გაგვიგებენ, უბრალოდ იყავი დარწმუნებული იმაში, რომ ყოველ შემთხვევაში ღალატს არ ვაპირებ. ო, ვისაც არ უნდა კითხო, ყველა ასე ამბობს. დიახ, ამბობენ, დიახ. სწორია, ყველა ერთსა და იმავე სიტყვის. მაგრამ ვისაც ეცნობა ეს გრძნობა გულწრფელი იქნება თავის სიტყვებში. შეგიძლია ამაში დარწმუნდე. Emin olabilirsin. Ya. მოდი ვიცეკვოთ. არა ძვირფასო და ჯეკი. რატომ არა? მოსაწყენი ვარ? მოსაწყენი არა, მაგრამ მტრალი. ნუ ბერა. და ჯეკი გთხოვ. ფილმი გახმოვანებულია კროკონეტ-ჯის მიერ. ფილმს წარმოგიდგენთ კროკობეტ.com-ი. After hours and I go searching the bars, I'm in a kind of haze. Looking for something that amounts to nothing. I go on for days. Give me some time, I need a little more time to process this. I see the sun rise and then I'm realizing that I lost your kiss. They play it sober as I look and wonder. მოდი და ჯეკი ცოტა ხანს. ნუ მომაქცევ ყურადღებას, ჩემზე ნუ ნერვიულობ. სიმართლეს გეუბნები, შენ ჩემი სახელიც არ იცი, მაგრამ არ არის კავალერული მომსახურება ან ამგვარი რამ საჭირო. მართლა კარგად ვარ, მართლა. მხოლოდ ამ ღამით დავივიწყებ ყველაფერს, რაც განვიცადე, ამიტომ გავერთობი და ვიცეკვებ. Sometimes I feel like I'm sleepwalking, dead on my feet. Forever to relive this moment. Wake, sweet repeat. Places, faces, serenade me with this sad refrain. Till I see you again. I love your phrase and how you whisper what you say. It's like poetry, what you do to me. Silence is gold, I never thought I'd get to know it, what it really means. Baby, when you talk to me, there ain't no confusion. Baby, when you use them, I can read the signs, read your mind, 'cause I'm fluent. აი ასე. დიახ, მიზეზი იმისა, რომ ამ სახლში გადავედი. მაშინ დაკიდე ეს კარზე. ყურადღება ნარცისიზმი არსებობს, რადგან დაზიანებულია ინდივიდუალურობა. ეს იმის ნიშანია, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. შენი ძმის ბოლო წიგნი. ბოლოს მილიონი წიგნი გაიყიდა ძმაო, ვიცი. ამის მერე უკვე აღარ ვფიქრობ ურთიერთობაზე წერას. yazmayı pek düşünmüyorum. მე მივესწრაფე გადავცემ კითხვას ცხოვრებისეული მოვლენები და რეალური გრძნობები. Ulaşmayı hedefliyorum. ისევ? Alo? თვალი არ ეცეს, საოცარია. რას აკეთებ ძმაო, პირველივე დღეს გაფუჭდება, სტუმრებისთვისაა. ადექი თუ ღმერთი გწამს, გაფუჭდება. ღმერთო. გაფუჭდეს დაიკო. ეს რა არის? ისე გააკეთე თითქოს შესაძლებლობები გყოფნის. მის მინერესმიე, სახლის ფასად ვიყიდე. ძალიან ძვირი მივეცი, ასე რომ გაჩუმდი.
ძალიან უბრალოდ გამოიყურება დაო, უბრალოდ და ცუდ მდგომარეობაში. Ცუდ მდგომარეობაში? ჩაიდალიეთ. ხილი კარგად შეჭამეთ. გონით ძილის დროა. წადით რა ყველა სახლებში. მიდით. მიდით. დაიკო იმ ადამიანებს დავურეკავ. შევთან ხვდებით. დაგირეკავ დამელოდე. დაგელოდები დაო, ღამე მშვიდობისა ყველას. მიდით. უფალმა დაგიფაროთ. პატარძლის საყვარელო, გულის ვარდო. გული არ დაგწყდეს კარგი? იპოვნი ვინმეს, ვისაც ცოლი გარდაეცვალა და შენც გეყოლება ოჯახი. უსახლკაროს ობლის დედა იქნები, კარგი? ღმერთო, რესმიე, შენი ქმარი უკვე გელოდება კართან დგას. კარგი დაო, კარგი. დაიღალა კაცი, დაიღალა. გაპატიე. შევამჩნიე. ძალიან ყურადღებიანი ხარ, ხო? უფრო გახსნილი გახდი? უფრო თავისუფლად ვიყო? ისე მეყურებ, რომ ადამიანი ვერ გეტყვის, რომ არ იყო თავისუფლად. ისე შეგიძლია თვალებით წაიკითხო ყველაფერი, არა? ამას უყურე. რაც ვამბობ ახლა? შეგიძლია წაიკითხო? მიყურე? გეუბნები, რომ ზღვაში შესვლას ვაპირებ. არა, ნუ სულელო. ნუ სულელო, ბრასაკეთებ, აქ მოდი. მოდი, აქ რასაკეთებ მან ამ დროს. ცივია, წყალი ცივია. ახლა რაღაც იტყვი. გონი შეგიძლია მოხვიდე და დამეხმარო. გონი თავს გაართმევ. მოდი აქ. მოდი. მოდი, მოდი. მოდი. მოვალ ამ შემთხვევაში. ეს მართლა უსამართლობაა. თევზის ძვლები მიაქვთ? ფრთხილად. მოდი გავიდეთ. ფრთხილად, ნელა. არასწორი მხრიდან უყურებ. არ მგონია, რომ აწყენინებ ადამიანს, რომელიც რომში სწავლობდა. პირიქით, სიახლის შეგრძნებით. დაანებე ამ ყველაფერს მერტერ. შენ ფული გჭირდება, მაგრამ სისულელეს ამბობ როას გვერდზე. ეს სისულელი არ არის. წიგნის სიყვარულზე დაწერე. იპოვე მძიმე ხასიათის ქალი, რომელიც სიყვარულს ეძებს, მაგრამ არ გამოსდის. ცხოვრების იმედგაცრუება. განკურნა ოჯახი მიიყვანა მასთან, რომელიც შეგიყვარდება. მოაწყე შეხვედრა საყვარელთან. თვითონაც გაერკვევი ამაში. კიდევ ერთი სიყვარულის წიგნი, რომელსაც ქალები იყიდიან. იფიქრე ამაზე. კარგი. ვიფიქრებ. Düşüneceğim. სად ვიპოვე ასეთ ქალს? ძილინებისა, ჩემი ცრუ სამყაროს ერთადერთო ჭეშმარიტება. რა უცნაურია. რა? რომელიმე დაქალი იზმირში თუ ქორწილში დამპატიჟებდა, ვიტყოდი იქ რა დამკარგვია მეთქი და არ წავიდოდი. დღეს კი უბრალოდ უცხო მამაკაცთან ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ დღეს ვატარებ. შენ უცხო კაცთან ცეკვავდი. შენ კი უბრალოდ სრულიად უცხო ქალს.
მე კი შეხვედრაზე ვიყავი არა? კიდევ ვეჭყობებოდი მათ რომ გადადებას აპირებდნენ. ფსიქიატრიულებს რომ არ გაურბოდეთ, წახვიდოდი. მაგრამ ახლა არ ვიქნებოდი შენთან. ეს სუნი. ვიწვით, დედა, ვიწვით. გაიღვიძეთ, ვიწვით. დედა, ვიწვით. არა. როგორც ჩანს, ხანძარი არ არის. ბაღი იწვის. ამ ბავშვს ვაზღვევინებ. დაუსჯელი. მიკრობული. დედა, ყველაფერი მიკრობული გაქვს. დედა, რას აკეთებ? ამაზე პასუხს მოგთხოვ. დედა, რა ხდება? გამიშვი. რას აკეთებ? ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მიყვარხარ. ვცდილობ შენი სიცოცხლე ვიხსნა. ეს არის დედობრივი მოვალეობა. აზრზე მოდი, უკვე ზრდასრული ქალი ხარ. აზრზე მოდი. ცხოვრება მხოლოდ ერთი ოცნების გამო გაინადგურე. ეს კიდევ როგორ უნდა აგიხსნა? გაიგე? უკვე დავიღალე. გეპიცებით დავიღალე. ყველა კედელზე ამ კაცის სურათებია გაკრული. ყველას თვალწინ შევრცხვით. არაფერი არ მომხდარა. რა ხდება? შეიცვალა ყველაფერი. რა გააკეთე? ნაგავსო? შენ აქ რას აკეთებ, ტირი? რატომ ტირი? არა ვიცინი. ვუყურებ როგორ იწვის ჩემი საყვარელი პიროვნება და ვიცინი. ფეხი არ დააბიჯო ჩემს სიყვარულს. სახეზე ნუ დააბიჯებ. მოდი დაგეხმარები. არ მინდა ვერ ხედავ რომ ვგლოვობ. წადი. საყვარელო. მარტო ფერფლიღა დარჩა. ძვირფასო. რა ხდება ძმაო? არაფერი დაიკო, შედი სახლში. არაფერი. სიყვარულის გურუ მიპოვა თავისი შთაგონების მუზა. იტირებს და გაჩერდება. რა უნდა მექნა? სხვა არჩევანი არ დამიტოვა. ამაღა ვერ უნდა იყოს. ალო. ჯემ, შვილო, შენ ხარ? ოიკოს რამე დაიმართა შვილო? იმაზე ვიფიქრე, რომ აქედან გადავხტებოდი. აქედან უნდა გადამხტარიყავი? აქედან? აქედან ხტებოდი? იქნებ ჩამოხვიდე, შეიძლება თავბრუს ხვევები დაგეწყოს. რაღაცას ვიტყვი. თუ გადახტომას მოისურვებ.
ეს ამისთვის ძალიან კარგი ადგილი იქნება. შეგეშინდა? საინტერესოა როგორ დამენახები ისეთი როგორიც ხარ. ახლა სწორედ ამას ვაკეთებ. ესე იგი ასე? იმას გელს რომ ძალიან გტკივა გული, მაგრამ ამას არ ამშღავნებ. რა გავაკეთო? გადავხტე? არა, ამას არ ვამბობ, რა თქმა უნდა. მე იმას ვამბობ, რომ შენ ვერ შეცვლი შენი გრძნობების თანმიმდევრობას. აბა ბატონო, ყოვლის მცოდნებ როგორი გრძნობები უნდა მქონდეს? ცოტა უნდა გაბრაზდე. შენგან ეშმაკი უნდა გამოვიდეს. ირგვლივ ყველაფერი დავანგრიო, ვიყვირო თუ რა გავაკეთო? უფრო სწორად, ეს ხომ თავის განადგურება ჟობს. ნახე, ჩვენ ისეთ ადგილას ვართ, სადაც ყვირილიც და ყველაფრის განადგურება შეიძლება. შენ გიყვირო? ო, მიყვირე. რა თქმა უნდა, მე არ მიყვირო ცხოვრებას უყვირე. İzmir'e doğru bağır. რა სისულელეა? სულაც არ არის, სადე? წეული მწიყავი ნაძირალავ. გაიძვერა, თავკომბალა, ნაბიჭვარი ღორი ხარ. ღმერთ მაქნას რომ იმ ძუკნასთან ერთად ჩაძაღლდე. უკვე კარგად ხდები. ახლა არა უნდა ვქნა. ახლა მაგალითად შეგიძლია ცოტათი იტირო და დაწყნარდე. უცნობის გვერდით ტირილი არ მინდა. რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვარ? იცი საწყენი რა არის? მთელი ცხოვრება მის გეგმებზე ავაწყვე. მასთან ერთად. ვიფიქრე რომ სამუდამოდ ერთად ვიქნებოდით, რა გულუბრყვილო ვარ. სულელურ ზღაპრებს დავუჯერე. ყველაზე მეტად საკუთარ თავზე ვბრაზობ, რადგან მახეში გავები და მას ვენდე. მოდი აქ. ჩვენ ყველას გვსურს ზღაპრის დაჯერება.